არ მასვენებს მალაზეცი ერთი ორი სიტყვა უნდა თქვა როგორ მუშაობს პროპაგანდა. აგერ ახლოში მოხდა ეს ამბავი და კიდევ ერთხელ დავწყუნდებით ვიზია გათვლილი რა კატეგორიაზე ამათი პროპაგანდა, რუსული პროპაგანდა. მოკლედ ბირჟაზე თურმე სოფლის ბირჟაზე დგანან კაცები და განიხილავენ ევროკავშირში შესვლის ამბავს და ერთი კაცი იყო ნამედარი კატეგორიული თუ. აუ იქინო ამ ფერები არიან, იმ ფერები არიანო გაგვათხოვებენო და უცებ მეორე ეუბნება მეორე კაცი. ბიჭო, შენ 4 შვილის მამა ხომ ხარო? კიო. შენი ცოლი 2 წელი ხომა ევროპაში წასულიო? კიო. მე იმის გათხოვის არ გეშინია და შენი გათხოვის გეშინიაო? ახლა ჩვენ შეიძლება მამაზე გაგვეცინოს, მაგრამ ეს არის მავნე პროპაგანდა. ეხლა გუშინდელი ამბავი იცით? ეუთოს ვერდიქტი 24 ქვეყანამ მოკლედ მაგარი ფუცხუნა მისა კოცებს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა, პატიმრები, პოლიტპატიმრები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, გრანტების კანონი, რუსული კანონი, ეს ყველაფერიო აზზე მოდითო რა, თორეო არ გექნებათ კარგად საქმეო და ნუ დანარჩენი ქვეყნებს რა თქმა უნდა ყავთ ესე თქვათ ექსპერტები და ისინიც უერთდებიან რა თქმა უნდა ამ მოთხოვნას და ეს სერიოზული ესე თქვათ გაფრთხილება ამ რეჟიმის წინააღმდეგ. და ეხლა როგორ შემოატრიალენ პროპაგანდა. და აქცენტი გადატანილი აქვთ სარწმუნოებაზე, იდენტობაზე. მე ერთი ვიცი და დაფიქრდით თუ არა, რომ ერთადერთი დამყრობელი, რომელმაც ეკლესია დაგვინგრია, შეგვითეთრა, ავტოკეფალია გაგვიუქმა, გაგვიძარცვა, ეკლესიები იყო რუსეთი. ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც სახელმწიფოებრიობა მოშალა ჩვენთან და გუბერნიებად გადაგვაქცია. ქართულს ძაღლის ენას ეძახოდა, ისტორია გაგვიქიაქა და ყველანაირად ეცა და მტრის ხარტი შეგვექმნა. და დღეს აგრძელებს ამას. მაშინ, როდესაც ყავს მეგობარი ქვეყნები, სტრატეგიული პარტნიორები და მას ლანძღავ დილიდან საღამომდე, რომლებმაც ეკლესიები შეგიკეთეს, გადაგიხურეს, უამრავი დაფინანსება მოგცეს, რომ შენ შემდგარიყავი დემოკრატიულ თავისუფალ ქვეყნად და რას აკეთებენ ესე? სრულ იზოლაციაში მოიქცეს. არც ცაა დაცული ჩვენთან, არც მიწაა დაცული, არც ხმელეთი, არც ადამიანი. არავინ დაცული არ ვართ და იმის ნაცვლად რომ პრობლემებზე ისაუბრომ, იმის ნაცვლად რომ დაჭირვება, სიძვირე, ინფლაცია, 1000 უბედურება რომ ამაზე იფიქრონ, აი ასე შემოატრიალებენ პროპაგანდას. ამიტომ ქართველი ერი იყო ყოველთვის გონიერი ერი. ნუ მოატყუებიებთ თავს, მტრის რუპორებს, იყავი ბრძენი და გადარჩები.